გრიგოლი ლილუაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ რამდენიმე საათში იმსჯელებს. სუსის ყოფილმა უფროსმა და ივანიშვილისთვის ერთ დროს ყველაზე სანდო კადრმა მთელი ღამე ზაჰესის იზოლატორში გაატარა. უცნობია ისარგებლებს თუ არა დღევანდელ პროცესზე ლილუაშვილის სიტყვის უფლებით, თუმცა ადვოკატმა გუშინ ჟურნალისტებს უთხრა, რომ სუსის ყოფილი უფროსი დანაშაულს არ აღიარებს და ამბობს, რომ ოცნების პროკურატურას მის წინააღმდეგ პირდაპირ მტკიცებულებები არ გააჩნია. ლილუაშვილს 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. საგამოძიებო ორგანო მისთვის ყველაზე მკაცრ ზომას წინასწარ პატიმრობას მოითხოვს. ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში ლილუაშვილს პროცესებზე სიარული ციხიდან მოუწევს, განსხვავებით ირაკლი ღარიბაშვილისგან, რომელსაც გირაო შეეფარდა. სუსის ყოფილ უფროს ქრთამის აღებას და თაღლითური კოლცენტრების მფარველობას ედავებიან. ქეთი ნადიბაიძე განაგრძობს ახლა ამ თემაზე საუბარს. ქეთი, თუ არის ცნობილი რაიმე ახალი დეტალები ბრალთან დაკავშირებით? ბოლო ცნობები ასეთია, სუსის ყოფილი უფროსი გრიგოლი ლილუაშვილი რჩება ამ დრომდე ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში, სადაც მას ბრალი ოფიციალურად წაუყენეს, ის არის უკვე ოფიციალურად ბრალდებული და ელოდება ახლა პირველ სასამართლოს ხდომას, სადაც გადაწყდება მისი აღკვეთი ღონისძიების საკითხი. ამ მომენტისთვის საქმის მასალები უკვე მისი ინტერესების დამცველის, მისი ადვოკატის ხელშია და ის ამ მასალებს ეცნობა. ჯერჯერობით არსებობს კვლავაც შეკითხვები, რომელსაც ლილუაშვილის ადვოკატიც და პროკურატურაც ტოვებს. უპასუხოდ შესაძლოა ამ კითხვებს პასუხი გაეცეს სწორედ პირველ სასამართლოს ხდომაზე, სადაც მხარეები იქნებიან წარმოდგენილი და გაკეთდება დამატებითი განცხადებები. მანამდე ჯერჯერობით უცნობი რჩება, თუ კონკრეტულად რა მტკიცებულებები დევს საქმეში, როგორც დოკუმენტების სახით, ასევე ჩვენებების სახით. საინტერესო არის, მაგალითად, მოწმეები არიან თუ არა საქმეში ისეთი, რომლებიც აძლევენ გრიგოლ ლილუაშვილის მამხილებელ ჩვენებებს. ამის შესახებ ადვოკატი ჯერჯერობით არაფერს ამბობს, რადგან აცხადებს, რომ საქმის მასალებს დეტალურად არ იცნობს და არაფერს ამბობს არც პროკურატურა. უცნობია ასევე კონკრეტულად აი ამ 4 ეპიზოდთან დაკავშირებით რა საქმეებზე არის უფრო კონკრეტულად საუბარი, მაგალითად რომელ ტენდერებზე, როგორც ბაგაბაღების შემთხვევაში, ასევე სხვა კომპანიებთან დაკავშირებით ჩატარებული ტენდერების შემთხვევაში. პროკურატურა აცხადებს, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არის გარკვეული ინფორმაცია, რაც არ საჯაროვდება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეკითხვა უკავშირდება გამოძიების ჩატარების ვადებს. რა პერიოდში მოიძია საგამოძიებო უწყებამ ეს მასალები, როდის დაიწყო გამოძიება და რა დრო დასჭირდათ იმისთვის, რომ გრიგოლი ლილუაშვილის წინააღმდეგ მასალები შეეგროვებინათ, საიმისოდ, რომ უკვე მისთვის ოფიციალურად ბრალიც წაეყენებინათ. ესეც ჯერჯერობით არის უცნობი, თუმცა საზოგადოებაში არსებობს ეჭვი და ამ ეჭვს იზიარებენ ქართული ოცნების პოლიტიკური ოპონენტებიც, რომ დიდი ხანია ამ დანაშაულებრივი სქემების შესახებ საგამოძიებო უწყებებისთვის, ისევე როგორც გრიგოლი ლილუაშვილის პოლიტიკური გარემოცვისთვის კარგად ცნობილია, თუმცა დღის წესრიგში ამ საკითხის გააქტიურება დადგა მხოლოდ მას შემდეგ, რაც პოლიტიკურად ეს ბიძინა ივანიშვილს ამის პარტიას დასჭირდა. ეს მთავრობა არის აბსოლუტურად მძარცველი ქართული ხალხის. მათ ფაროლობას უწევენ ათეულობით მინიმუმ ხოლცენს თბილისში და წლების მანძილზე აკეთებდნენ ამას, ანუ საერთაშორისო სამართლებრივ დანაშაულში იყვნენ, ასე ვთქვათ, ჩართულები და მათ შორის იყვნენ კორუფციაში ძალიან ბევრი მიმართულებით. ხო, აქ იყო უცხო ქვეყნის მოქალაქე ბიზნესმენის დახმარებაზე, იყო ბაღებთან დაკავშირებულ კორუფციაზე, ანუ მასობრივ კორუფციაში და პრემიერ-მინისტრის სუსის ხელმძღვანელი, თავდაცვის მინისტრი ესეთ კორუფციაშია ჩაფლული, ესე იგი მთელი ქვეყანა ჩაფლული კორუფციაში და ამაზე პასუხისმგებელი ოპოზიცია კი არ არის, მთავრობა არის და ივანიშვილია და მისი გარემოცვა. სად არის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი? პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი ვინც ამ ადამიანებს აქებდა და ადიდებდა, როდესაც ჩვენ საუბრობდით სავარაუდო კორუფციაზე, ჩვენ პროვოკატორებს და ასე შემდეგ გვიწოდებდნენ და სიცრუის გამავრცელებლებს გვიწოდებდნენ, რასაც დღეს თვითონ აღიარებენ, რომ ეს სიმართლე ყოფილა და პოლიტიკური პასუხისმგებლობაზე რო საუბრობ, ამ ადამიანებმა ვინც ერთი წლის უკან ნახეთ აქებდნენ ამ ადამიანებს და რამის ქვეყნის გადამრჩენებს უწოდებდნენ და მათ მიცეს ხმა და აირჩიეს ამ თანამდებობაზე, სად არის მათ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი? ან სად არის მათი მხრიდან ბოდიში, მაგრამ არა, მათ ეს არ აინტერესებთ. ეს არის ბრძოლა კორუფციული ფულისთვის. ყველა მათგანი იპარავს ქართული ხალხის ფულს, უბრალოდ აზრთა სხვადასხვაობა და კონფლიქტები ჩნდება იმაზე, ვის უფრო მეტი მოპარული ფული შეხვდება და რომელ კონკრეტულ მომენტში რომელი კლანიც უფრო ძლიერია, ის ახორციელებს ანგარიშწორებას სხვა კლანის წარმომადგენლების წინააღმდეგ. ეს არის მთელი შინაარსი ამ ყველაფრის. და აქედან დასკვნა ჩვენთვის იმ ნაწილისთვის, საზოგადოებისთვის, თავისუფლებისთვის, ლიბრძვის არის, რომ
საერთაშორისო სანქციებს, პროტესტს და რეჟიმის არაღიარებას აქვს ხელშესახები შედეგები და ეს შედეგები გულისხმობს კრიზისს რეჟიმის რიგებში. საბოლოო ჯამში გამარჯვების გზა გადის ზუსტად ამაზე, რომ რეჟიმმა უნდა შეჭამოს საკუთარი თავი, ნებისმიერი ავტორიტარული რეჟიმი ესე მარცხდება. გრიგოლ ლილუაშვილი დანაშაულს წაყენებულ ბრალს არ აღიარებს, ის ირწმუნება, რომ საქმეში ვერ იარსებებს პირდაპირ მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებს დიდი ოდენობით ქრთამის აღებას. საპირისპირო სამტკიცებს პროკურატურა, მედიასაც ცხადია გვაქვს მაღალი ინტერესი, თუ რადევს უშუალოდ საქმეში და როგორი არის საქმის მტკიცებულებები, ამიტომ სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად მედიაც არის მოლოდინში პირველი სასამართლოს ხდომის გამართვისა, რომელიც დიდი ალბათობით დღეს უნდა გაიმართოს. უკვე ცნობილი არის, რომ პროკურატურა ლილუაშვილის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრ აღკვეთ მზომას პატიმრობას მოითხოვს.